ხო, გავაკეთე რეცეპტების ბაზა, ის რაზეც ვილაპარაკეთ. აა, აი ესეთი გამოვიდა. ე? რეცეპტების ბაზა. ნუ მოკლედ აქ სტანდარტულად მაქვს ახლა გაკეთებული, ანუ ჩამოწერილი ყველა სახის ბეტონი. მაგრამ ეხლა შეიძლება ჩვენ მაგალითად არ დავჭირდეს სიტყვაზე B50, B55 ან რაღაც, იმიტომ რომ არ ვქვა პაკეტებში, მაგრამ იყოს. ანუ ეს იქნება ჩვენი ბაზა 2025 წლის, სადაც მოცემული იქნება ყველა ბეტონის კლასზე თავისი მიგ დიზაინი. ანუ ესე ცხრილით იქნება. ამ ცხრილს რა თქმა უნდა ჩვენ გამოვაკეთებთ ლაბორატორიაში, გვექნება ჩვენთვის და გამოვაკეთებთ საოპერატოროში, ანუ სიტყვაზე ოპერატორს რო დაჭირდება. რაღაცა შეგვარ გირეკოს და ვიღაცას რო არ დაურეკოს და კითხოს იქ წყალი ამდენია, ცემენტი ამდენია რაღაცა, ეს ცხრილი იქნება გამოკრული, როგორც იყო, იქნება ხელმოწერილი წარმოების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის დირექტორი, იაკობ ლევანი ლატარი. რაც კი მიქსები გვექნება ჩვენ, ყველაფერს შევწერთ აქ, ესენი იქნება სტანდარტული, ხა რაც ამონიშნული და ამას დავამატებთ მიქსებს კონკრეტულ ობიექტზე, მაგალითად სიტყვაზე ყულევის ობიექტისთვის კიდე ჩავამატებთ ცალკე იქნება, რომ ანუ მაგალითად ეხლა B40 ეს კი სტანდარტული, მაგრამ იქნება და ყულევზე რაღაცა სხვანაირი მიქსი გვაქვს, ხო, რაღაც სხვა დანამატი უშოთ დანა. გავამატებთ ამას B40 სიტყვაზე W6 წყალშեղწევადობაზე მივაწერთ ყულევისთვის. იქნება ხიმინჯებისთვის, ხილმშენით თუ ახალმშენით ვაკეთებს, ისიც ანალოგიურია. ესეთია მოკლედ შებესებეტონობის საგამოსცემლო ლაბორატორია Georgian Development 2023, რეცეპტების ბაზა 2025 წელი. ანუ ესა ჩვენი საერთო ფაილი, ესე ვთქვათ. ამას ჩავარედაქტირებ, ირაკლი შენც ჩავარედაქტირებ და ლევან შენ ჩავარედაქტირებ, იმიტომ რომ ანუ ეს არის შეთანხმებული რა. ნუმერაცია ჩამოწერილია, ბეტონის კლასი, როგორც ვთქვით, B კლასები, C კლასები. W6-ები, ნუ წყალშեղწევადობაზე ეს W6 ისე ავიღე, იმიტომ რომ ძირითადად სტანდარტი მაინც W6-ია. თუ იქნება W8, ჩავწერ W8, W4. ცემენტი, რა ვიცი, 2 ცემენტის გრაფა გავაკეთე, იმიტომ რომ 2 სილოსი გვაქვს ამ ეტაპზე და შეიძლება ერთი ცემენტი იყოს, შეიძლება C2 იყოს, ან რა ვიცი, ცემენტები იყოს Heidelberg-ის და Lafarge-ის. რაც იქნება სიტყვაზე, მაგალითად, თუ მუშაობ ცემენტით, სიტყვაზე ცემენტზე იქნება, თუ მაგალითად B7.5-ზე მიდის 220 კილო, ნუ C2 თავისთავად წავა უფრო ისე რა ვქო, მეტი სიტყვაზე იქნება 240 კილო. ქვიშის გრაფაც ორი გრავა გავაკეთე, იმიტომ რომ შეიძლება ვიყენებთ ხო, კერძელში მე როგორც ვიცი, იყენებთ რიონის ქვიშას და ან რაღაც პროექტებზე, ნუ მარკიანოვას და სმკიცისთვის მარტო ჩვეულებრივ ქვიშას ვიყენებ. ამიტომ თუ იქნება ეს ქვიშა და უწევთ ამდენი იქნება და თუ გამოვიყენებ რიონს, ამით სხვაობასაც ჩავწევთ. აქ შეიძლება მე პროცენტული მაჩვენებელის მივამატ, მაგალითად რამდენზე იქნება რა ვიცი, დაუშვათ 80-ზე ან 70-30-ზე, რაღაც ესე. ბორღიც. ნუ ეხლა სამი რვა ჩაწერილი, ჩვენი არის 5-10-20, თავისთავად ესეც, სამის პროპორცია შეიძლება რა ვიცი, ამდენზე გავყოთ 60-52-48-ზე ან 50-50-ზე ან პირიქით 52-52-ზე და აქაც რაოდენობას ჩავწერ. წყალი, აქაც ლიზროფა იქნება, წყალცემენტის ფარდობა, ანუ წყალშევადარებ ცემენტთან ახლავს რამდენი იქნება და დანამატი, ნუ რა ვიცი, დანამატს თუ გამოვიყენებ, ორივესთვის სხვადასხვა იქნება. თუ ერთ ვიყენებ რომელიღაცას კონკრეტულს ავდგები და მაგალითად ჩავწერ ეს დანამატი იქნება, რა ვიცი, სიტყვაზე BASF 566, ეს იქნება RMC SICA 566 და როცა მოაჩვენებოს მივაწერ და მოცულობა საერთო ჯამში რამდენი გამოვა რა. თან ხელმოწერა ბეჭედი იქნება დარქმული. ხო, კაი რაღაცა ის იქნება ძირითადად ბაზა, ყველას დავჭერდება. ხო და ნუ ამაზე ახლა დავიწყებ უკვე მე და ირაკლი მუშაობა, ცალ-ცალკე შევავსებ თითოეულ მიქს. ხო და
ან ჩვენი სამივე იქნება რა ისე თქვა, ამას ოპერატორს გავუკრათ, ლაბორატორიაში გამოიქრა, ლევან შემდეგჭირდა თუ გამოგადგება და ფლის დროს ან რაღაც. და მოკლედ ერთი სიტყვით აი რაღაცა. მე ამის ჩარედაქტირება შეიძლება გამარტებები რაღაცები გამოვკრა, თავარია ძირითადად შაბლონი შექმნილი აქვს. აი ამას ავტოვითავ OneDrive-ზე, ყველას გაგვიზიარდებოდა, ყველას შეგვეძლება რედაქტირება.